საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი უკვე 60 დღეზე მეტია გაგრძელდება. ამ წუთებში ტელევიზიის შენობასთან იმართება საჯარო დისკუსია და აქ სპიკერები და სტუმრები განიხილავენ იზოლაციის საფრთხეებს იმ შემთხვევაში, თუ რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს სანქციების შემთხვევაში, მათ შორის ეკონომიკური წნეხის შემთხვევაში, თუ პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება. სპიკერებს შორის დღეს იყო დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც 2019 წლებში იყო ელჩი, გიორგი ბადრიძე, რომელმაც ისაუბრა იზოლაციის საფრთხეებზე, ასევე აქ სპიკერებმა და დღეს მოსულმა მოქალაქეებმა კვლავ სოლიდარობა გამოუცხადეს ჟურნალისტს მზია ამაღლობელს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კითხვის ნიშნები აქვს არა მხოლოდ უფლებადამცველებს, არამედ მის კოლეგებსაც და აი აქ მოსულ მოქალაქეებსაც, რომლებიც როგორც გვითხარით 60 დღეზე მეტი აპროტესტებენ ქვეყანაში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს. მათი მთავარი მოთხოვნები არის უცვლელი, ეს არის მენეჯმენტის გადადგომა, კონკრეტულად გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილისა და სამმართველო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის. ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც ფინანსდება მოსახლეობის გადახდილი გადასახადებისგან, უნდა იყოს კონკრეტულად საზოგადოებრივი ინტერესების დამაკმაყოფილებელი და აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებისთვის, თუნდაც ოპოზიციონერი ლიდერებისთვის დათმობილი ეთერი არ ნიშნავს ხალხისთვის დათმობილ ეთერს. არა ვარ თანაბარი დისკუსიის თანაბარ რეჟიმში რა ვასილ მაღლაფერიძესაც თინათინ ბერძენიშვილსაც და მის ასე ვთქვათ თანამშრომლებსაც ვინც ბორდის წევრებს და ანარჩენებსაც ისხდნენ და ვინც იყენებს ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს როგორც პროპაგანდის იარაღს მათი ერთი სიტყვა მრავლდება 10,000-ად იმის გამო რომ ბევრად მეტი კაპიტალი აქვთ, ბევრად მეტი რესურსი აქვთ და ასე შემდეგ და ჩვენ გვიწევს აი ამ როგორ გითხრათ აბსოლუტურად ცარიელ საუბარს აი თქვენ მოусმენთ დღეს ვასილ მაღლაფერიძეს ანუ ადამიანმა არ მოახდინა რეფლექსირება იმ კითხვებზე, რაც ჩვენ დაუსვით რა. ქონდა პოზიცია, ისმოდა მისი ხმა, ისმოდა მისი ემოციური დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ ვერაფერი ვერ აზრს ვერ გამოიტანდი. აქედან ვითხოვთ ეთერს, თითქოს მოგვცეს 1 საათი, შემდეგ ისევ წაიღეს უკან, თითქოს რა ვიცი, მოგვარდა პრობლემა ამ ქვეყანაში. ის რაც დღეს ვნახეთ სამეურვეო საბჭოში და ზოგადად რასაც უყურებთ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან, ხო, ეს არაფერი არ არის გარდა იმისა, რომ ეს არის აი რაღაც ავტორიტარული ძალაუფლების ნაწილი, რაც არის ქვეყანაში დღეს დაკანონებული, ხო? ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ამყარებს ამ ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს. ყველაზე მთავარი პირველი არის, რომელიც ფინანსდება ხალხის გადასახადებისაგან და ხალხის ფულით, ვალდებულია რომ გაითვალისწინოს ხალხის ხმა და არ იყოს მხოლოდ მართველი პარტიის ეგრეთ წოდებული პროპაგანდის მომხრე. რასაც ვაპროტესტებთ უკვე მეორე დღეა. ოდნავარაა გასაკვირი ქართული ოცნების გადაწყვეტილება, იმიტომ რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს არის რომ ნაბიჯ და გეგმიურად ქართული ოცნება ახორციელებს ისეთ იყო სიტყვიერი დაპირისპირება მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს შორის, ასევე ბორდის წევრებს შორის, მაგალითად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს, რომლებიც არიან საქართველოს პირველი არხის მოქმედი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები აღარ უშვებდნენ ტელევიზიის შენობაში, თითქოს და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ შენობა, რომელიც მდებარეობს პოლიტიკოვსკაიას ქუჩაზე, არ არის შესული ექსპლუატაციაში. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განმარტა, რომ ეს განმარტება იყო მისთვის აბსურდული, რადგან ტელევიზიის შენობა რამდენიმე თვის წინ გრანდიოზულად გაიხსნა და მას მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებიც და სამღვდელოებაც დაესწრო აგვისტოს თვეში. მოგვიანებით ორივე ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შეუშვეს ბორდის სხდომაზე, სადაც მას სიტყვის წარმოთქმის უფლებაც მისცეს. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტ და მოამბის წამყვანის განმარტებით, სწორედ ვასილ მაღლაფერიძეს, ბორდის თავმჯდომარეს, აქვს სერიოზული გავლენა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე და მისი გადაწყვეტილებით ის წვეთს რა გავიდეს ტელევიზიის ეთერში, როგორც საინფორმაციო გამოშვების ნაწილში, ასევე საეთერო ბადეზე საუბრობდა ტელევიზიის ჟურნალისტი, ასევე საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ისაუბრა
ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე და მას შეცდომად მიაჩნია ის, რომ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი კერა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორია. მან ევროპული სტანდარტებიც დაასახელა და მოიყვანა მაგალითად. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების გარდა სპიკერებს შორის იყვნენ განათლების ექსპერტები და ის პირები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საზმაოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციებში. BBC-ს წინ საღებავების შეასხეს BBC-ს, იმიტომ რომ პალესტინას ისეთ დროს არ უთმობდა, როგორცაც უთმობდა. არც იქ იყო მენეჯმენტი ჩასული სხვათა შორის და არც იქ შეუშვეს მოქალაქეების შენობაში. განსხვავებით პირველი არხისგან, მე ამ გადაწყვეტილებით, რომელიც სხვათა შორის ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა მიიჩნევს შეცდომად, შეიძლება სხვამაც მიიჩნიოს, აქვე ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არ ქონდა ეთერი, არავის ქონდა მოსაპოვებელი. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის 1100 თანამშრომლის აზრი და გთხოვთ გაუწიოთ ამათ. ეხლა ამას ხმამაღლა ვამბობ, აქ არიან ყველა. დღემდე მჯერა ამისი, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა აქციის ორგანიზატორების, რომლებმაც ჩვენთან მოიყვანეს აქცია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მოპასუხე მხარე, საერთოდ მხარე არ ვართ და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელზეც ადამიანი ვერ აგებს პასუხს, იმას მოთხოვ პასუხი, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია იმავე დღიდან, იმიტომ რომ ჩვენ დიახ ვართ გამჭვირვალე ადამიანებზე ორიენტირებული მენეჯმენტი მათ შორის, მე და სამერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იმყოფებოდა შენობაში, იმ წამსვე გადავწყვიტეთ სპონტანურად დაუგეგმავად, რომ ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი კორდონი, პოლიცია ადამიანებთან სასაუბრად. ეხლავე გიდასტურებ დღეს ხვალზე, ჩემი ოთახი ღიაა და ყველა ადამიანს ხვდები ყოველთვის. როდესაც მე სახლიდან გამოვიქცე ტელევიზორში, რასაც უყურებდი და მე ხარ დავიწყებდით ჩვენ დალეწილ ჟურნალისტებს როგორ ვეძებდით და პოლიციაში და ასე შემდეგ და რასაკვირველია საეთეროსო შევდიოდით, იმიტომ რომ იქ ბევრი კადრები მოდიოდა და მთლიანად რო დაგვენახა აქეთ-იქიდან როგორ იყო. ეხლა ის ამბავი თქვენ შეიძლება ბევრმა იცოდეთ, ბევრმა არ იცოდეთ და ის რომ მე აქედან ის ჩართე და ეს ჩართე, ეხლა ეს ჯერეთი არც კომპეტენცია მაგ არ ვიცი და ეგ ეხლა მაგის არის და ეხლა თვითონ იმდენი იცის და მის სინდიზე იყოს რასაც ამბობს, მაგრამ რასაკვირველია იყო ესე იყო. ეხლა რა შეეხება და ბოლოს დავასრულე. ჩემს კეთილგანწყობას ვიღაცის მიმართ და ვიღაცის არ მიმართ და მე ვის ველაპარაკები და ვის არ ველაპარაკები, დამიტოვეთ ეს უფლება, რომ ამაზე ეს არავის საქმეთ, ესე იგი არ მიმაჩნდეს. ბევრია სალაპარაკო, ზოგადად არა მარტო აქ, არამედ ქვეყანაშიც ძალიან ბევრია სათქმელი და სალაპარაკო. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ორიენტირებული არის ადამიანზე, ინდივიდზე, მოქალაქეზე. მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე შავ ფორმებში ჩაცმულები ყოველგვარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გარეშე მყოფი პირები არბევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვასილ მაღლაფერიძე იმყოფებოდა მოამბის საეთეროში. მარტივად დასადგენი ფაქტი არის, ამოვიღოთ ჩანაწერები, ვკითხოთ საეთეროს თანამშრომლებს. აქვს თუ არა მას უფლება თქვას, რა გავიდეს და რა შევიდეს ეთერში, ესეც ჩვენი ტერმინოლოგია არის, როდესაც ერთი კამერის პირდაპირ სტრიმი გამოდის პირდაპირ ეთერიდან და მეორე კამერი შედის. აქვს ამის უფლება, არავითარ შემთხვევაში არ აქვს. კანონი ჩვენ კონკრეტულად გვავალდებულებს ყველაფერს. სარედაქციო დამოუკიდებლობას. აქვს თუ არა ვასილ მაღლაფერიძეს გავლენა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე? კი აქვს. რანაირად აქვს? მარტივად. მას აქვს შეხმატკვილებული ურთიერთობა არხის მენეჯმენტთან, მას აქვს ასეთივე ურთიერთობა უკვე ახალი და მიმდინარე ამების ბლოკის ხელმძღვანელთან და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან, რო აღარ ვთქვათ არაფერი სხვა თანამშრომლებზე. ჩვენ როგორც ვიცით, გქონდა შეთანხმება მენეჯმენტთან, რომ სანამ კრიზისი არსებობს, იმ კრიზისის დროს 1 საათი მინიმუმ დღეში უნდა დაეთმოს არხის წინ მიმდინარე პროტესტს. ამაზე სამწუხაროდ არხის ხელმძღვანელობამ გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა, იგნორირების პოლიტიკა აარჩია. მე ვეტყვი ქალბატონ თინათინს, რომ სირცხვილი თქვენ, რომ ტელეფონსაც ვერ პასუხობთ, გარეთაც ვერ გამოდიხართ, ვერც თქვენი პროდიუსერები და ვერ გველაპარაკებით. ისიც კი ვერ გითხარით, რომ არხმა გაწყვიტა ურთიერთობა და უბრალოდ იგნორირება აარჩიეთ. ეს სირცხვილი არის ასეთი ფორმა ურთიერთობის, რომ არ შეიძლება რომ სამეურო საბჭოს ბორდის თავმჯდომარე ყველანაირ როლში იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარმოდგენილი. მიყავდეს მას გადაცემები, იყოს მოწვეული სტუმარი, იყოს მასწავლებელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან უწყვეტი პროტესტი 2024 წლის 30
10 ნოემბრიდან დაიწყო და მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან. შემდგომ კი მსვლელობით გადაადგილდებიან ხოლმე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარი ტერიტორიისკენ. სწორედ ამ დროისთვის იწყება მათი გადანაცვლება საკანონმდებლო ორგანოსთან. მათი მოთხოვნები უცვლელია, ასევე ისინი მოითხოვენ მზია ამაღლობელის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.